Ultimatumi intervencijas ფონზე რუსეთის შავი ზღვის ფლოტი ყირიმში მყოფ უკრაინელ სამხედროებს რუსულ მხარეზე გადასასვლელად ვადას 16 მარტამდე აძლევს. 22 საათიანი ვადა აქვს დაწესებული ევპატორიის სამხედრო ნაწილსაც, რომლისგანაც ავტონომიური ოლქის ხელმძღვანელობა ობიექტის რუსული ფლოტისთვის გადაცემას ითხოვს. გრძელდება პროვოკაციებიც. ნახევარკუნძულზე ამ დრომდე ეძებენ ქალაქ ბახჩისარაის სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელს, რომელიც დღეს უცნობმა პირებმა გაიტაცეს. რეფერენდუმამდე ერთი კვირით ადრე მსოფლიო ლიდერები მოსკოვის სიტუაციის დეესკალირების მიზნით ბოლო გაფრთხილებას აძლევენ. Ამ ფონზე მკვეთრად იზრდება მხარდაჭერა უკრაინის ახალი მთავრობის მიმართ. პრემიერი იაცენუკი ბარაკ ობამასთან შესახვედრად ემზადება, გადაწყვეტილია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების უახლოეს დღეებში ხელმოწერაც. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას უკრაინა ხელს უახლოეს დღეებში მოაწერს. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ახლა მხოლოდ ტექნიკური დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს და ხელმოწერა შესაძლოა 17 ან 21 მარტს მოხდეს. ყირიმში კი მდგომარეობა კვლავ დაძაბული რჩება. მინისტრთა საბჭოს წარმომადგენელმა ევპატორიაში სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობას ულტიმატუმი წაუყენა, რომლის მიხედვითაც სამხედრო ნაწილმა 22 საათამდე უნდა მოახდინოს პირადი შემადგენლობის განიარაღება, იარაღის მთელი არსენალის საწყობში ჩაბარება და ობიექტი რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სპეცდანიშნულების პირად შემადგენლობას უნდა გადასცეს. ქერჩში კი უკრაინელი საზღვაო ქვეითების გადაბირებას ცდილობენ. ყირიმის მედია ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, რუსი სამხედროები უკრაინელ ქვეითებს თავაზობენ 16 მარტამდე გადაწყვეტილება მიიღონ თუ რომელ მხარეს სურთ სამსახური. ვლადისლავ სელეზნიოვის ინფორმაციით, უკრაინელ სამხედროებს რუსეთის სტანდარტების შესაბამის ფულად დახმარებას პირდებიან. სიმფეროპოლში კი პრორუსულმა ძალებმა სამხედრო ჰოსპიტალი დაიკავეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, სიმფეროპოლის სამხედრო ჰოსპიტალის ტერიტორიაზე ეგრეთ წოდებული ყირიმის სახალხო თავდაცვის 20 წარმომადგენელი შეიჭრა. უცნობმა პირებმა სამედიცინო დაწესებულებიდან ჰოსპიტალის დირექტორი გამოიყვანეს და ამ დრომდე სამუშაო ადგილზე დაბრუნების უფლებას არ აძლევენ. ამასთან მძიმე ავადმყოფებთან შესვლას ვერ ახერხებენ ვერც სამხედრო კლინიკის ექიმები. უკრაინულმა მხარემ კი დესტაბილიზაციის თავიდან აცილების მიზნით საზღვრის კონტროლი გაამკაცრა. გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის 342 მოქალაქე არ შეუშვეს. ყირიმში რეფერენდუმი 16 მარტსაა დაგეგმილი. ხელისუფლების ინფორმაციით, ავტონომიის სტატუსის შესახებ რეფერენდუმის გასამართად 1,5-დან 2 მილიონ დოლარამდე თანხაა საჭირო. რუსტამ ტერმიგალიევი ამბობს, რომ მიუხედავად კიევის ბლოკადისა, ყირიმში ეს თანხა მოიპოვება. უკრაინული მედიის ინფორმაციით კი ყირიმის ხელისუფლება ფინანსურ დახმარებას რუსეთისგან ელის. რეფერენდუმს არ აღიარებს შეერთებული შტატები. უკრაინაში ამერიკის ელჩის განცხადებით, ყირიმი ქვეყნის შემადგენელი ნაწილია. იმ შემთხვევაში კი თუ მდგომარეობა გამწვავდება, ამერიკა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს კიდევ უფრო გაამკაცრებს. ყირიმი არის და უნდა დარჩეს უკრაინის შემადგენელ ნაწილად. აქ სალაპარაკო არაფერია. ჩვენ დაინტერესებულები ვართ ახალ მთავრობასთან თანამშრომლობით. მელი თათრები უარს ამბობენ რეფერენდუმში მონაწილეობის მიღებაზე. ისინი თვლიან, რომ ყირიმი უკრაინის შემადგენელი ნაწილია და საკუთარ არჩევანს ქუჩაში დგომით აფიქსირებენ. ყირიმში დღეს პრორუსული აქციებიც იმართებოდა.